კონკრეტულად კურიერ 9 საათზე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ქართული მრეწველობის აღლუმის ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თბილისის ცენტრში იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელზეც მხოლოდ ქართული სამარკო ნიშნით დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი მოხდება. 26 მაისს საქართველოს დედაქალაქი გრანდიოზულ სამრეწველო აღლუმს მასპინძლობს. შაბათს დილიდან რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ვარდების რევოლუციის მოედანზე ასეულობით ქართული სამრეწველო პროდუქცია იქნება გამოფენილი. სამხედრო, სასოფლო, სამეურნეო, სამედიცინო, სამშენებლო თბილისის ცენტრში ქართული მრეწველობის აღლუმზე ყველა იმ პროდუქტს გამოიტანენ, რომელიც საქართველოშია დამზადებული. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობას ასობით ქართული საწარმო მიიღებს. ჩვენ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ რამდენიმე რამისგან. ერთი რომ თვითონ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ რა მზადდება საქართველოში, რას არტია ის რომ არის დამზადებული საქართველოში, რა პოტენციალი გვაქვს ჩვენ. მეორე მხრივ ეს აუცილებელია იმისათვის რომ ჩვენ ყველა შესაძლო მიმართულებას მივცეთ შესაძლებლობა გავიდეს ექსპორტზე. 26 მაისს მრეწველობის აღლუმში მიიღებს მონაწილეობას სანსტუდიოც. კომპანიის საქმიანობას დღეს ქალაქის მერი თავად გაეცნო. პოლიგრაფიული საწარმო უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ნებისმიერ მასალაზე სხვადასხვა სირთულის ნახატებს ქმნის. წარმოვადგენ სანსტუდიოს, ვარ მე პატრონი და დირექტორი სანსტუდიოსი. ჩვენ წარმოვადგენთ ნანოტექნოლოგიურ პრინტერს, ვეჭდავთ ნებისმიერ ზედაპირზე და პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა. აღლუმში მონაწილეობას ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცემენტის საწარმოც მიიღებს. ჰაიდელბერგი ევროპული ტექნოლოგიების საშუალებით ქვეყანაში ცემენტს 2007 წლიდან აწარმოებს. ჩვენ მივახციეთ, რომ ყოველდღიურად 3000 ტონის წარმოება ხდება და 3000 ტონა რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტზე გადის აზერბაიჯანის მიმართულებით. 26 მაისის მრეწველობის აღლუმს ის კომპანიები შეუერთებიან, რომლებმაც საქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მათ შორისაა Glassworks, რომელიც მინას ამუშავებს. ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად საჭიროა ბაზარზე გასვლა. ეს გამოფენა ჩვენ გვაძლევს დიდ შესაძლებლობას მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია გავაცნოთ. 26 მაისის მრეწველობის აღლუმზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართულ სამხედრო პროდუქციას. თბილისის ცენტრში უპილოტო საფრენი აპარატის, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკის, დიდგორისა და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქტის ნახვაც იქნება შესაძლებელი.